შემოდინების პროცესთან დაკავშირებით, ხო? ეხლა არსებობს სტატისტიკა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 300,000-მდე უცხოელი შემოვიდა ქვეყანაში. მანამდე იყო სტატისტიკა, რასაც გვეუბნება მიზერული ციფრა, რამდენიმე 10,000. ამაზე 10-ჯერ ნაკლები რაც ერთხელ შემოვიდა, ხო? ვიღაცები იძახიან, აი სულ 300,000-ია, ეგეთი მიდგომა. ჯერ ეგ გასაგებია, დონის იდიოტობასთან გვაქვს საქმე, მასე რომ დააყენებს ვიღაცა საკითხს, მაგრამ აი 10 წლის განმავლობაში 300,000 შემოვიდა, ხო? მომავალი 10 წლის განმავლობაში რა ხდება? ან ხო კიდე 300 შემოდის მინიმუმ. ეს ხო გრძელდება რა. მე კიდე 10 წელიწადში რა ხდება? თან პარალელურად ქართველები თან მანამდე ასე გახსნილი არ იყო საზღვრები და ეს რამოდენიმე ქვეყანას ხო ეხა გაუხსენით 17 უღარიბეს ქვეყანას ეხა გაუხსენით 2025-ში ეს ვიზოები. კი ბატონო და აი ეხლა ქუჩაში რო უყურებთ ეხლა სტატისტიკა გვერდზე იყო რომ ხედავთ რომ აი რამდენიმე წლის წინ ასე არ იყო ეხლა ბევრი უცხოელია ხო ტენდენცია ეგ არის რა წარმოგვიდგენია რომ აი ხვალ რა იქნება ხვალ იქნება უფრო მეტი ხო აბა რა წარმოგვიდგენია გუშინ თუ არ იყო და დღეს გავა შუქი მოვიდა და უცებ ყველა უცხოელია გარჩემო პროცესი ხო ეს არის რომ ხვალ იქნება მეტი იზრდება ხო უნდა გამოფხიზლდე არა ეგ როგორი რაღაცა იცი ხვალ კი ვერ გაყრი კაცო ეს ხალხი რო აქ მოდიან ეს ხალხი რო ინტეგრირდება ეკონომიკაში აი რას ნიშნავს მაგალითად ეკონომიკაში ინტეგრირება მაგალითად აი სამშენებლო სექტორია ხო აი სამშენებლო სექტორში რო ბევრი უცხოელია ჩამჯდარი აი მშენებლებიც უცხოელები ხდებიან თვითონ მუშებიც უცხოელები მოყავთ ხელოსნებიც უცხოელები მოყავთ ეხა ეს ხალხი აიღო და გამოაძრო უცებ ამ სექტორს ის ფენა რაღაცა ფინანსური ელიტის ის წინააღმდეგობას გაგიწევს რომ გამოაძრო როგორ გაჩერდეს მაშინ თუ ასე აეწყო ეკონომიკა რომ ისინი ინტეგრირდნენ ეგრე კი არ არის რომ აი მოდი ესენი ახლა მოხვეტე და ყველა გაუში სადღაც არ გამოვა ეგ პრობლემა შეგექმნება გაგიჭირდე თუ ახლა ისინი გაჯდნენ აქ სხვადასხვა სფეროებში ინტეგრირდნენ რაღაცა გახსნეს რაღაცა საწარმოები იქნება რაღაცა ისინი იქნება მაღაზიები გახსნეს რაღაცა ობიექტები გახსნეს ხო ეგ ახლა შეიძლება ისე ჟღერდეს რომ აი რაღაცა ეკონომიკური აქტივობა გაზარდეს კაცო კაია უბრალოდ ეკონომიკური აქტივობა გაზარდეს რას ნიშნავს ცით ეკონომიკური აქტივობა გაზარდეს ნიშნავს იმას რომ დაესაკუთრენ ქვეყნის ნაწილს ეს რო უფრო გასაგებია სოფელი რო წარმოვიდგინოთ ეს სოფელში რაღაც სამუშაოები როა ზოგი პურსა ცხოვრობს ზოგი მიწა სამუშაოებს ზოგი რაღაცა ცხოველებს უვლის რაღაც სამუშაოები როა ხო ეხა ამ სამუშაოების ნახევარი თუ აითვისეს უცხოელებმა მე ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი კი რაღაცა სამუშაოებს ხო ასრულებენ ეს ეკონომიკას რაღაცა აჯანსაღებს და კაია ოღონ ეგ რას ნიშნავს ის სოფლის ნახევარი იმათ ეკუთვნით და ეგ სეგმენტები უნდა აითვისონ ქართველებმა და რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილში შეიძლება ზარალიც მიიღო ანუ სარფიანი იყოს რაღაცის უცხოელზე გაყიდვა სარფიანიც შეიძლება იყოს რაღაც სფეროში უცხოელის შეშვება შეიძლება ეკონომიკური მაჩვენებლებით რო ავიღოთ სარფიანიც იყოს ოღონდ მაგას თან თავისი ფასი აქვს იმას რომ სოფლის ნახევარი ეკუთვნის უცხოელს მაგალითად ერთი ვიდეო იყო მეგაუში 2 დღის წინ გადაცემაში ქართულ კაცს რაღაცა საკუთრებას ბინას სახს ყიდიდა და 4 არაბი მომადგა სხვადასხვა კლიენტი მომიყვანეს ქართულ მაკლერებმაო რომლებიც ძვირად თავაზობდნენ ბინის საკუთრების ყიდვას და არ ყიდი უცხოელებზეო გავუშვი ისე შელაპარაკებაც მომივიდაო ხო ეხა იმ კაცს რა თქმა უნდა სარგებელს ნახავდა ეხლა ძვირად თუ გაყიდის ხო ნექს მაგ სარგებელს თავის ფასი აქვს იმ ადგილზე მე უცხოელი იცხოვრობს. ხო და ეგ უნდა გვესმოდეს მაგალითად იგივე რა თქმა უნდა აი დაუშვათ იგივე
შეძლებული უცხოელები რო ჩამოვიდნენ, წარმოვიდგინოთ ბევრი ქვეყანაში. ჯამური შეიძლება საზოგადოება, ჯამური აი ეკონომიკური მოცულობა გაიზრდება. აი რო წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანაში ჩამოვიდა 9 მილიონი მდიდარი უცხოელი და აქ დასახლდა. მილიონერია ყველა. ჯამური შეიძლება საზოგადოების გაიზრდება. ოღონდ ეს სახელმწიფოს დიდი წილი უკვე უცხოელების იქნება. აი მაგალითად ეგეთი პრობლემა შეიქმნა და ამან მთელი დემოგრაფიული ხასიათის პრობლემები გააჩინა. ესეთი პრობლემა შეიქმნა იმაში, რა ქვია, პორტუგალიაში. პორტუგალიამ შემდეგი სახის პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან შეღავათიანი პირობები შექმნა უცხოელებისთვის, შეძლებული უცხოელებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ და აქ ცხოვრებას ეცდებიან, დასახლებიან პორტუგალიაში. და IT სფეროში ან სხვა სფეროებში დასაქმებული ძირითადად დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ან შეძლებული უცხოელების დიდი ნაკადი მიაწყდა პორტუგალიას და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პორტუგალიაში არის მაღალი, შედარებით მაღალი მაჩვენებლები დანარჩენ ევროპასთან შედარებით. უბრალოდ პრობლემა შექმნა ის, რომ ადგილობრივებს ბინები ისე გაძვირდა, რომ ბინის ყიდვის საშუალება აღარ აქვს. ბინების ფასი მიუწვდომელი გახდა ახალგაზრდებისთვის. გამრავლებას ვეღარ ახერხებენ იმის გამო, რომ ცალკე დასახლებას ვეღარ ახერხებენ. საქართველოს ყავს ძალიან ამ კუთხით და კატასტროფული გადინება ხდება პორტუგალიელი ახალგაზრდების და გამრავლების ტემპები დაეცა კატასტროფულად. ანუ პორტუგალიელები უბრალოდ კვდებიან როგორც ერი იმის გამო, რომ საკუთარი საზღვრები გაუხსნეს დიდარ უცხოელებს. დიდარმა უცხოელებმა ფასები გაზარდეს ყველაფერზე, მათთვის უფრო მარტივია კონების ყიდვა, ფასები გაიზარდა ყველაფერზე და ჯამურად შეიძლება ეკონომიკის ოდენობა გაიზარდა, პორტუგალიელებისთვის ვითარება გაუარესდა. პორტუგალიელებისთვის პერსპექტივა გაუარესდა და სურათი იგივე იქნება ჩვენ შემთხვევაში. აქ ახლა იგივეა მაგალითად რუსების ძალიან დიდი ნაკადი შემოვიდა 2022 წელს, ხო? და ეკონომიკაზე ამან დადებითად იმოქმედა, რაღაც მაღალი პროცენტები იყოს დის. ოღონდ ბინების ფასებზე როგორი შედეგები იყო ამ კუთხით? რამდენად გაიზარდა ბინების ფასები? ქართველებს საერთოდ შეუძლიათ მაგის შემდეგ ბინების ყიდვა? ბინები, რომლებიც აი 30,000 დოლარი, აი პირობითად თბილისში რო ღირდა 30-35,000 დოლარი, ეგ ბინები ახლა ავიდა 80,000 დოლარს. უბრალოდ ფიზიკურად ქართველი ბინას ვეღარ ყიდულობს. უცხოეთიდან თუ იყიდის ემიგრაციაში წასული ქართველი, აქაურები ვეღარ ყიდულობს. და კი ეკონომიკური მაჩვენებლები თითქოს რაღაცა მიმზიდველად ჟღერს ახლა რუსების დიდი ნაკადის შემოდინების გამო, მაგრამ ქართველი თუ ვეღარ იყიდის და სულ რუსები იყიდიან, ვეღარ გამრავლდება ერი და მორჩება მაგითი წავა ახლა ვინც ვერ შეძლებს, სადაც სხვაგან შეეცდება ბედის ძიებას, ხო? ხო და რამდენად გვაწყობს ეგ? რამდენად მომგებიანია? რა ფასსაც ვიღებთ მაგაში? ის აღემატება იმას, რასაც ვიხდით? აქცია არაბული ქალაქების წინააღმდეგ. გაწევრიანდით ორგანიზატორთა რიგებში.